მიუხედავად იმისა, მეც უთხარი რომ არ ვფლიდი დამნაშავედ თავს, ჯარიმა გამოიყენა. რო გითხრათ უკმაყოფილო ვარ მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. პატიმრობას ყოველთვის ჯობია ჯარიმის გამოწერა. მე ჩემი სათქმელი უთხარი მოსამართლეს, მაგრამ არ გაითვალისწინა და ეს მისი უფლებაა და ასე რომ ვერ გავაპროტესტებ. რა მოლოდინი გქონდა ყოველ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? მოლოდინი მქონდა რომ მოგვისჯიდნენ და რამდენიმე 60 დღე ვიქნებოდით პატიმრობაში. ეს ასე არ მოხდა, მაგრამ მე ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე მთელი სასამართლო შენობა ეზო გადაჭედილი ადამიანებით, რომლებიც გაუცებულები არიან, რაც აქ ხდება, თუმცა დიდი მადლობა ყველას. ძალიან კარგი საშუალებაა ბიუჯეტის შევსების და მიმართეს ამ ფორმას. სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ადამიანების გვერდით გოლმა, სოლიდარობა ასე ისჩება. რა აჩვენა სასამართლო განხილვა ამ პროცესმა, თვითონ რაზე მეტყველებდა მოსამართლის თუნდაც გადაწყვეტილება და დამოკიდებულება? რა ვიცი, ჩემის აზრით, წინასწარ ალბათ იცოდნენ თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სასამართლო და ალბათ სწორედ ამიტომ გაახსენდათ ეს საქმე რამდენიმე დღის შემდეგ და არა მაშინ, როცა ჩვენ ეს საპროტესტო აქცია გავმართეთ. ყველაზე მთავარს თავისუფალს, ყველაზე მთავარს სიტყვას აქვს უფლება, რომ თანაგრძნობის სივრცეში იარსებოს და ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. თვითონ სასამართლო პროცესმა რა? ერთი კითხვა, ბატონო. ადვოკატები ძალიან კარგად, ფანტასტიკურად მომზადებულები იყვნენ ადვოკატები. მე გულწრფელად გეტყვით, არ ჩამითვალოთ რაღაცა ნაიურობაში, მაგრამ მე ისიც არ ვიცოდი თუ ასეთი ბოროტი მეორე მხარეც არსებობდა, რაღაცა ბოროტი, რაღაც დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შენ ასე ვთქვათ, შენი დანაშაულება, ასე ვთქვათ, ფიქსირებული ყოფილიყო იურისტებიც და აუცილებლად მინდა თქვა ქალბატონ მოსამართლეზე, რომ აუცილებლად მინდა დაუფასო მას, რომ არც ერთი ჩვენი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოწმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებსაც. კი, იმიტომ რომ იქ იყო ხმაური, რა თქმა უნდა, ეხლა ამ 6 საათიანი პროცესი იყო. იცი რა, ალბათ მადლობა გვეთქმის, იმიტომ რომ ჯარიმა არ იყო, ჯარიმა გამოიყენეს და არ გამოიყენეს 60 დღე ჩვენს მიმართ, თუმცა ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული ქონდა და მზად ვიყავით ამ ბრძოლაში, რაც არ უნდა სასჯელი მიგვეღო, ბოლომდე გავყოლოდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთიანად შევძლებთ ისეთი სასამართლო სისტემა გქონდეს, სადაც ყველა მსჯავრდებულის იმედი იქნება ეს სახლი. რომ ყოფილიყო ეს საქმე განხილული საქართველოს კონსტიტუციით, საერთოდ ეს პროცესი არ უნდა შემდგარიყო. მაგრამ დღეს არალეგიტიმური ხელისუფლება ხელმძღვანელობს არა საქართველოს კონსტიტუციით, არამედ ხელმძღვანელობენ 1984 წელს საბჭოთა პერიოდში მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსით. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს ადამიანები გასამართლდნენ. ვფიქრობ და ხედავდი საათების განმავლობაში იმას, რომ ამ ადამიანებმა გაასამართლეს სისტემა და აჩვენეს მთელ საზოგადოებას სისტემის რეალური სახე. ამ ჩვენ სივრცეში, როგორი სასამართლო სისტემაც გვაქვს, ნაკლები იყო მოლოდინი, რომ შეწყვეტა შეიძლებოდა სამართალდარღვევის ოქმი წარმოება შეეწყვიტა ადმინისტრაციული, თუმცა მეგონა რომ შენიშვნის სახით იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა იმის ერთობლიობას, რომ მცირე მნიშვნელობის გამო ტყვიერი შენიშვნა მიეცათ ამ ადამიანებისთვის, სახელმწიფომ კიდე ერთხელ ესე რომ ვთქვათ დასაჯა ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სიკეთის გადასარჩენად გამოხატეს პროტესტი. აი ამის გამო კიდე ერთხელ დასაჯა სასამართლო ხელისუფლებამაც, რომელიც ჩაყლაპული აქვს მთლიანად ერთ ადამიანს და ეს არის სამწუხარო.